თავი მეოთხე. რა გიქრისტე ჩვენთვის იტანჯა ხორციელად. თქვენც აღიჭურვეთ იმავე აზრით, ვინაიდან ვინც კი ხორციელად იტანჯა, შეწყვიტა ცოდვის ჩადენა. რათა ხორცში დარჩენილი დრო განვლოთ არა ადამიანური გულისთქმებით, არამედ ღვთისნებით. რადგან თქვენთვის ისიც საკმარისია, რომ წარსულში იქცეოდით წარმართთა ნებისამებრ, რაგი ცხოვრებას ატარებდით გარყვნილებაში, გულისთქმებში, სიმთვრალეში, ღრეობაში, სმაში და საძაგელ კერპთაყვანისმცემლობაში. ამის გამო უკვირთ მათ, რომ მათთან ერთად არ მისდევთ იმ უზომო გარყვნილებას და გგმობენ. ისინი პასუხს აგებენ მის წინაშე, რომელიც განიკითხავს ცოცხლებსა და მკვდრებს, რადგან იმიტომ ეხარათ მკვდართაც, რომ კაცთა კვალზე ხორცით განკითხულებმა ღვთის კვალზე სულით იცოცხლონ. თუმცა ყველაფრის აღსასრული მოახლოებულია, ამიტომ იყავით გონიერნი და ფხიზელნი ლოცვაში. უპირველეს ყოვლისა კი იქონიეთ გულითადი სიყვარული ერთმანეთისადმი, რადგან ცოდვათა სიმრავლეს სიყვარული ფარავს. იყავით ერთმანეთის მიმართ სტუმართ მოყვარენი წუწუნის გარეშე. თითოეული ერთმანეთს იმ ნიჭით ემსახურეთ, რაც მიგიღიათ, როგორც კარგმა გამგებლებმა ღვთის მრავალგვარი მადლისა. თუ ვინმე ლაპარაკობს, ილაპარაკოს როგორც ღვთის სიტყვით. თუ ვინმე ემსახურება, ღვთის მიერ მინიჭებული ძალით ემსახუროს, რათა იდიდებოდეს ღმერთი ყველაფერში იესო ქრისტეს მიერ, რომელსაც აქვს დიდება და ძალა უკუნითი უკუნისამდე. ამინ. საყვარელნო, ნუ გაგაოცებთ თქვენზე მოვლენილი ცეცხლოვანი განსაცდელი, თითქოს უცხო რომ დაგმართოდეთ. არამედ გიხაროდეთ როგორც ქრისტეს ტანჯვათა მოზიარეებს, რათა თქვენც იხაროთ და იმხიარულოთ მისი დიდების გამოცხადებისას. თუ გაგლანძღავენ ქრისტეს სახელისათვის, ნეტარნი ხართ, რადგან სული დიდებისა, სული ღვთისა თქვენზე ივანებს, მათით იგმობა, თქვენით კი იდიდება. ოღონდ არც ერთ თქვენგანს არა ევნოსრა, როგორც მკვლელს ან ქურდს, ბოროტ მოქმედს ან სხვის საქმეში ჩამრევს. ხოლო თუ ვინმე იტანჯება, როგორც ქრისტიანი, ნუ შერცხვება, არამედ ადიდოს ღმერთი ამის გამო, რადგან დროა ღვთის სახლიდან განკითხვის დაწყებისა და თუ ჩვენგან დაიწყება, რა აღსასრულიელით ღვთის სახარების ურჩევს. თუ მართალი ძლივას გადარჩება, უღვთო და ცოდვილი სადღა გამოჩნდება. ამიტომ ტანჯულებმაც ღვთის ნებისამებრ თავიანთი სულები მიანდონ ჭეშმარიტ გამჩენს სიკეთის ქმნაში.